31 დეკემბრის დილას ვიწყებთ საახალწლო სიმღერით, საშობაო სიმღერით, მომავალ თაობასთან ერთად მეგრული ალილო ტყუპებმა გიორგი, გაბრიელ და ნიკოლოს ცინდელიანებმა შეგვისრულეს, რომლებიც ჩვენ შემოგვიერთდნენ მაგიდასთან. მოგდანდი. ესე იგი, ასე მარტივად არ არის საქმე. აქ ახლა სამეგრელო ზემოსვანეთი იყო წარდგენილი. ილონ შვიდობისა, ბიჭებო, დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს ასე არაჩვეულებრივად შეგვისრულეთ. ამინ, კი, როგორ ხართ? კარგად, თქვენ ჩვენს კარგად ვართ, აბა ეგებებით ახალწელს. ბატონო ოთარ, ჩვენთვის ისო ბატონი ირაკლი ხართ, სხვათა შორის და თქვენი ფანებიც ვართ და ვიყავით კიდე სულ გიყურებდით შუა ქალაქში. აი, სულ გიყურებთ. დღემდე გიყურებთ. თქვენ დაბადებულები არ იყავით, რომ დაიწყო შუა ქალაქიდან. აი, პოპულარული მომზადებულები მოგიდნენ ნახე. მომზადებულები, მამაზები და როგორი ვოკალით არის. მოდი თვითონ თავიანთი სათქმელები მოამთავროთ და მე კითხოთ, აბა მოყევი. ძალიან მაინტერესებს. ახლა ხო გადის შუა ქალაქში, ტურა შუა ქალაქში და ისე ჩვენ ნაშტუმებს იღებთ. კი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით აი, მიგიღებ. დაიპატიჟეს კიდევაც და ახალწელი მომავალ 2026 წელს აუცილებლად დაგპატიჟებ. შემონებით მოვართ. მესამე საცალოთ. შენას გვეტყვი. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ. შენ შემოგევლე. დიდი მადლობა თქვენ რომ მოხდით. რა შვიდით ახლა. საცუქრები უკვე შეარჩიეთ? ჩვენს ბაბას შეკვეთა მიეცით თუ როგორ? სხვათა შორის ამ ღამეს ველოდებით, რომ როდის დავდებთ, რომ აი მომენტებს ვიხელთავთ ხოლმე 31-ის ღამეს ხოლმე, რომ აი როდის ვიღაცა გავარო, საჩუქრებს ვაცურებთ იმ ნაძვის ქვეშ. როგორც კი აი მაგალითად გარეთ გავარ რაღაც ისაკი და ეგრევე დავდებთ საჩუქრს და ოჯახი წევრებს და ვისით დედიკოს დედიკოსთვის და ერთმანეთს. ანუ ამოიფერებთ თუ არა პირდაპირ საჩუქრებს ვუდებთ გასაყვარლებელი განაისო ვინმე სამე მოაქვს მათთან თვითონ სადაც მისამაგზავნიან იმამ სხვათა შორის დედას გვიკეთებ ძალიან კარგი საჩუქრები. დედა თოლის ბაბუა და წერილის ამბავი როგორ არის? თოლის ბაბუის მე მჯერა. და ცოტა. ანუ ბავშვებო თუ კარგად მოიქცევით და თოლის ბაბუის თუ გჯერათ და თუ კარგად ისწავლით და დედას არ გააბრაზებთ, მოგიტანთ თოლის ბაბუა. რა კარგია. ხო და საჩუქრების თემა მინდა გავაგრძელო. ანუ თოვლის ბაბუს უწერთ ასე რა. გინდათ თოვლის ბაბუს არჩევანის უფლებას უტოვებს. არჩევანის უფლებას უტოვებს. ბევრი საჩუქარი აქვს დასარიგებელი. არ აწუხებ. ოჯახი სამზადისი მოყევით ახლა მშობლებმა რაკნეს თქვენ რაკენით და ასე შემდეგ. ჯერ დედა და ჩვენ ყველა ვამზადებთ საჭმელს. სანურ კერძებსაც დედას გვეხმარება. სანურ კერძებს ვამზადებთ, ჭიშტვარს, გოზინაყი რა თქმა უნდა, კუბდარსაც ვამზადებთ, თაშმიჯავს, თათარასაც და რა ხდება სამზარეულოში ამათა წარმოგიდგენთ. შემდეგ სუფრაშვლით, შემდეგ დეკორაციებში ვეხმარებით დედას და ზოგჯერ კიდე სიმბოლურად ვაკეთებთ რაღაც ფუცისგან რაღაც ვარსკვლავებსაც და რაღაცეებს. მართლა? აბა დედას რომელი უფრო უყვარს თქვენ შორის? ყველა ერთნაირად. ნაძვისგან ვინ მორთო? სამივე მივიღეთ მონაწილეობა. ეს ახლა ამ ნაძვის ხეზე გამახსენდა პატარობისას ისეთი დაბალი ვიყავი რომ ნაძვის ხეს მორთობისას მე მოკრებოდნენ ვითომ რომ იქ ვარსკვლავის მაგათ ჩემ დაკიდებთ და კარგი, თქვენთან ნაძვის ხეზე მაღალზე ვინ კიდევ სათამაშოს? მაღალზე სონი კიდებდნენ მე და ეს. მაგრამ ამას 3 სანტიმეტრი თუ ვარსკვლავისთვის მაინც საჭიროა სკამის დადგმა. მაღალი. ან თუ ძალიან მაღალი ნაძვის ხე გაქვს ხომ, მაგრამ თუ არა და კარგი. ყუბდარის ცომს ვინ ზილავს? დედა უფრო, ცომს დედა უფრო, ჩვენს და ჩამაში და ჩამა ყველაზე მთავარი ჩემთვის. აი, ყველაზე საყვარელი კერძი რომელია, აბა? ყველაზე მეც ვინჩავს. ყუბდარი და ჭიშტვარი. ჭიშტევა? საცივი? საცივი ბაჟე ალბათ უფრო. უფრო ბაჟი. აჰა. მოდით მივუძეთ ახლა ჩვენს მაყურებელს ახალი წელი. ჩვენ გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს და სიმშვიდეს, მშვიდობას, ტყუპების სიმრავლეს და ქართული ერის გამრავლებას. შემოგევლე. და ასე უნდა იწყებოდეს დილა საქართველოში. აჰა, მოდი საჩუქრები გადავცოთ. გადავცეთ საჩუქრები. გადავცეთ. ერთი თოვლის ბაბუა აქაც არის. შეწყობს აქ თოვლის აკაურმა თოვლის ბაბუა დაგახვედრათ. ეგ მე მგავს, აი გამიცვალე. გაბრიელინა. ისე სახშიც ვარ. აი 2 წლის რო ვიყავი მაჩუქეს ისეთი რაღაცა, რომ მოვუწე ხა რაღაცა ახლა და სვანეთში ვიდეო. სამწუხაროდ ეხლა ძალიან მოყინვია
აქციები. ძალიან საშიშია ეხლა. ხდება ბიძაჭებს და დედა ჩემი ისე თია რომ თოფიც რომ დააშინო მაინც ვერ წავა მოყინულ გზებზე. ეშინია თოვი. ძალიან ეშინია მოყინულ სამი ასეთი ვაჟკაცი ყავს, რას ნიშნავს? ეშინია. ამდენდებათ თოვლი და ანუ შუქიც არა სვანეთში. ესე იგი ყველაზე მაღალი წერტილის თის ხალხი იყო ჩვენთან ახლა წარმოგერილი ასე ესენი მე დიდასაკში რო შეგვიძლია სულ მაყშები იქნებიან და სულ ბრძნულ რაღაცეებს იტყვიან და ჩვენთან მოვლენები გაბრიელი და ნიკოლოზ სინდელიანები იყვნენ ჩვენთან და ჩვენ გვინდა რომ ბარიდან დიდი სიტყვა და სიყვარული გაგატანოთ იმ თაში როგორც ახლა და გვერდმა თქვენნაირები უმრავლოს ჩვენს ქვეყანას მოკლედ აი როგორი თაობა მოდის როგორი სიმღერები შეასრულეს და 31 დეკემბერი რა არის ერთი ჩვეულებრივი კალენდარული დღეა უბრალოდ მას განსაკუთრებულს ხდის რომ წლის ბოლო დღეა რაც არ უნდა გიჭირდეს გილხის გიჭირს ცუდად ხარ კარგად ხარ მაინც წლის ბოლო დღეა და უნდა შეეცადო რომ განწყობა საკუთარით შეიქმნა სხვასაც შეუქმნა და ამისთვის ძალიან მარტივი რამეა საჭირო ან გაუღიმო სხვას ან პატარაზე წაეუღიღინო საკუთარ თავს და თუ სხვისთვისაც იმღერებ ხოლმე უკეთესია ერთი სურვილი აბა მიდი გიორგი აი საბავშვო კონკურსები ის არის მარტო ერთი პირველ ახსია ეს არის რანინა. კარგი შეკვეთა რანინა კარგია, მაგრამ მარტოათი ბავშვი გადიდა და ჩვენ ბავშვებს მერე არჩებათ კონკურსი და ყველა კონკურსი არის დიდების და ჯერ ერთი ასაკია შეზღუდული და მეორე რომ შეგვიშვა გაზრდილ პროფესიონალებთან შედარებით. კი ბატონო. და დიდი სურვილი მაქვს რომ აი ტელეკომპანია იმედი თუ გააკეთებს პროექტს აუცილებლად დაგიზახებ და უცილებლად იმედმა არ გააკეთა რანინას ავტორები ჩვენ გადაცემას უყურებენ და გაიგებენ ჩვენთან მოგზანდებით კიდე